ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის თემში გამგებლის წარმომადგენელი ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბალაბეკ გიზბასოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბიცნობა. თითქოს და აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე თემის სოფლებში მაცხოვრებელი პირებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვით სხვარი შეიძინა. სამართალდამცველებმა ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის რაიონში დააკავეს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში. გამოძიებით დავადგინეთ, რომ აღნიშნულმა პირმა ყალბიცნობა დაუმზადა მოქალაქეს. თითქოს მან ალგეთის თემის სოფლების მაცხოვრებლებისგან 400 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძინა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი. დადგინდა, რომ მოქალაქეს ყალბიცნობა წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი სოფელ ალგეთის საკრებულოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც დღის 12 საათსა და 30 წუთზე ყველა კარი დაკეტილი დაგხვდა. შესაბამისად, ადგილზე ვერ მოხერხდა ვერც ერთი სპეციალისტის ჩაწერა. კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს თავად ბალაბეკ გიზბასოვის ოჯახის წევრებმაც. ჩვენ დაკავებულის მეზობლებსა და თანასოფლელებს გავესაუბრეთ. ყველა მათგანი ბალაბეკს შრომის მოყვარე და გაწონასწორებულ ადამიანად მოიხსენიებს. ისინი მსგავსი ფაქტის ჩადენას გამორიცხავენ. ბალაბეკი ძალიან კარგი ადამიანია, ოქროს გული აქვს, ეს რატომ დაემართა ვერ ხვდები. არ შეიძლება რომ ასეთი რამ გაეკეთებინა, გამორიცხულია. მე ეს ინფორმაცია არ მქონდა, გუშინ დაუკავებიათ, დღეს გავიგე. ასეთი ადამიანი არ არსებობს, რატომ უნდა დაეკავებინათ, არ ვიცი. საერთოდ არაფერს ვეჭობ, კარგი ადამიანია, კარგი ოჯახი ჰყავს. ზუსტად გეუბნებით, პატარა ბავშვსაც რომ მკითხოთ, ყველა კარგად დაგიხასიათებთ. ეს ადამიანი რამდენი წელია სოფელში მუშაობს, ასეთი რამ არავის ახსოვს. ეს მცდარი ინფორმაცია, სპეციალურად მოწყობილს გავს. ჩვენ ასეთი სოფლის რწმუნებული არასდროს ყოლია, ძალიან შრომის მოყვარე ადამიანია. მე ისიც არ ვიცოდი თუ დააკავეს, ინფორმაცია არ მაქვს. დავახასიათებდი როგორც შრომის მოყვარე, წყნარ და კეთილსინდისიერ ადამიანს. მან სოფლისთვის ბევრი რამ გააკეთა. დააგო და მოხრეშა გზები, წყალი არ ჰქონდა და ისიც გააკეთა. სოფლისთვის ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი რამეც აქვს გაკეთებული. ბალაბეკს ვიცნობ, კარგი ადამიანია, ჩემი მეზობელი და ნათესავია. აქამდე სულ წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, პატიოსანი ადამიანია. ბალაბეკზე აქამდე ცუდი არავის არაფერი უთქვამს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1971 წელს დაბადებული მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია 134 წლის საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ერთი პირი დავაკავეთ, რომლის ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 150 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი და 1 ხელყუმბარა ამოვიღეთ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დამანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებულ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1967 წელს დაბადებული მოქალაქეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიღმის მასივში გვიანღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული მოქალაქე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დაჭრილი მოქალაქეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი დაავაკავეთ, რომელმაც დიღმის მასივში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქე ცივი იარაღით ბუნკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.